ადამიანთა შორის, რომლის ინსპირატორი გახავთ ბოროტის სული დემონი, რომელიც ადამიანს ასწავლის არა სიკეთეს, არამედ ავსიტყვაობას, არა სიწმინდეს, არამედ სიბილწეს. იოანე ოქროპირი ბრძანებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესიაში ბევრი იცავენ ზნე ჩვეულებას, მოვიდნენ სუფთა ტანსაცმლითა და დაბანილი ხელებით. ხოლო იმაზე, რომ ღმერთის წინაშე სუფთა სული წარსდგნენ, ოდნავადაც არ ზრუნავენ. ამას რომ ვამბობ, მე არ ვკრძალავ ხელებისა და სახის დაბანას, მაგრამ მინდა რომ მათ ვიბანდეთ ისე, როგორც საჭიროა. არა მარტო წყლით, არამედ წყალთან ერთად და წყალზე უმეტესად სახეს სათნოებითა და ზნეობით უნდა ვითეთრებდეთ. ბაგეთა სიბინძურეს წარმოადგენენ ავსიტყვაობა, სხვებზე ცუდის ლაპარაკი, ლანძღვა, გინება, მრისხანე სიტყვები, ბილწიტყვაობა, ხმამაღალი სიცილი და დაცინვა. თუ კი შეგნებული ხარ, მსგავსი არაფერი გილაპარაკია და ასეთი უწმიდურობით საკუთარი თავი არ წაგიბილწავს, შეგიძლია გაბედულად მოხვიდე ჩვენთან. ხოლო თუ კი საკუთარი თავი 1000 გზის წაგიბილწავს ამ სიბინძურებით, მაშინ ამ მავნებელი და დამღუპელი ჩვეულებით გასრულ ენას ვერავითარი წყალი ვერ გაწმენს. მითხარი, ლოცვას გაბედავ, თუ კი ხელები ნეხვითან და სიბინძურით გაქვს მოსრული. ვერ გაბედავ. მაშინ როცა ეს არაფერს გავნებდა, სულიერი სიბინძურე კი დამღუპელია. რატომაა რომ შენ ადამიანი უმნიშვნელო და წვრილმან საქმეებში ფრთხილი და წინდახედული ხარ? იმაში კი რაც აკრძალულია დაუდევარი. რა გაეწყობა რომ ასია, იტყვი შენ მაშ აღარ უნდა ვილოცო? უნდა ილოცო, მაგრამ ლოცვას მაშინ აქვს აზრი, როცა სული სუფთა და წაუბილწავი გაქვს. მაგრამ თუ კი ჩემი თავი სულიერად უკვე წაუბილწე, მაშინ რა ვქნა, იტყვი შენ, განიწმინდე, რანაირად მოინანიე, იტირე, მოწყალება გაიცი. ბოდიში მოუხადე შენგან განაწყენებულს და შეურიგდი და რაც მთავარია, განიწმინდე შენი სალაპარაკო ენა სიტყვიერი სიბინძურისგან, ხმამაღალი სიცილისა და თავხედური ხვირილისაგან, რათა ღმერთი ამით მეტად აღარ განარისხო. თუ კი ვინმე სიბინძურით წაბილწული ხელებით ფეხებზე ჩაგეჭიდება და შენდამი ადრე ჩადენილ ცოდვათა პატიებას გთხოვს, შენ მას არა მარტო არ მოусმენ, არამედ წიხლით მოიშორებ თავიდან. ზუსტად იგივე მოგელი შენ, თუ კი ღმერთს სიტყვიერი სიბინძურისაგან წაბილწული ენით მიმართავ. ჯერ იგინები, ილანძღები, შემდეგ უფალო შემიწყალე და დიდების მეტყველება გინდა რომ აღუვლინო ღმერთს. აი ესე მოგიშორებსო ღმერთის იოანე ოქროპირიანი, როგორც შენ მოიშორებ, არავის არ მოუშვებ შენთან დასრული ნეხვიანი ხელებით, რომ ვიღაცა ფეხებზე შეგეხოს, თუნდაც მოწყალებას გთხოვდეს, პატიებას გთხოვდეს. ესეთ პატიებას ადამიანი არ ღებულობს. სუფთა უნდა იყოს, სუფთა ხელებით, არ უნდა დაგსვაროს, არ უნდა წარბილწოს. რადგან მლოცველის ენა არის ხელი, რომლითაც იგი ღმერთის მუხლებს ეჭიდება და მას შველასა და დახმარებას თხოვს. და თუ კი ეს ხელი წაბილწული გაქვს, უფლისაგან სიკეთეს ნუღარელი. ამიტომ აუცილებელია თავშეკავებული იყოს სიცილსა და ლაპარაკში. ენა არ წაიბილწო უხამსი და საზაგელი სიტყვებითა და ინტონაციებით, რათა ღმერთმა შენც არ გითხრას. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ. ლოცვასაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ. სიკვდილ სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ. პირველი ესაიას წინასწარმეტყველება, მეორე იგავთა წიგნში წერია.
და სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო, ამბობს მათეს სახარებაში უფალი. ასე რომ თვალის ჩინივით გაუფრთხილდი შენს ენას, რათა ცოდვილი არაფერი წამოგწდეს. ენა მეფის რაშია. თუ კი ლაგამს ამოზდებ და სწორი გზით სიარულს ასავლი, მეფე მშვიდად იჯდება მასზე. ხოლო თუ ამ ცხენს მიუშვებ, აულაგმავად ირბინოს და იხტუნოს. მასზე სატანა და ეშმაკები იმგზავრებენ. საკუთარ ცოლთან ღამის გატარების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოდვა არაა, ლოცვას ვერ ბედავ. ხოლო ლანძღვა გინებისა და წყენის შემდეგ, რომელთაც ადამიანი ჯოჯოხეთში მიყავთ, ამ სულიერი სიბილწისაგან სრული განწმების გარეშე ლოცვად დგები და ხელებს ღმერთისაკენ აღაფრო. ნუ თუ არ გეშინია იმისა, რაც ამას მოყვება, ან დაიქნებ არ იცი, რა თქვა პავლე მოციქულმა, პატიოსან არს ქორწილი, ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ. თუ კი შენ ღირსეული და უმციკლო, სარეცელიდან ადგომის შემდეგ ვერ ბედავ ლოცვას შეუდგე, როგორ ბედავ ეშმაკის სარეცელზე მწოლიარე, ღვთის საშინელ და საზარელ სახელს მოუხმო. ლანძღვით, გინებითა და წყენით საკუთარი თავის წაბილწვა ეშმაკის სარეცელზე წოლას წარმოადგენს. მრისხანება, როგორც ბოროტი მრუში, უხილავად თანაგვეყოფა ჩვენ ძლიერი ავხორცობით. წარმოგვადინებს დამღუპელ თესლებს, აჩენს ჩვენში სატანურ სიძულვილსა და მტრობას და აკეთებს ყველაფერს, რაც ქორწინების საწინააღმდეგოა. ასე რომ ნუ წაიბილწავ ენას, თორემ რანაირად ილოცებს იგი შენთვის, თუ კი ცოდვით შეიბორგა. დაამშვენე იგი სიმშვიდით, სიწყნარით, თვინიერებით, უწყინარობით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. ღირს ყავ იგი ღმრთისა, რომელიც შენ მოგიხმობს, ავსე კეთილსიტყვაობით, კურთხევითა და მრავალი წყალობით. ამინ. რომელმან უთხრასო თავის ძმას ცოფ, ანუ სულელო შლეგო თანამდებარს ტანჯვასა გეემისასა. გეემიაში ტანჯვის ღირსი არის, რომელიც ყველაზე უმცირეს შეურაცხყოფას მიაყენებსო თავის ძმას, მოყვას. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც უფალი ამას ამბობს, ეს ხომ არ არის უბრალოდ წარმოთქმული, ეს ხომ არის განგაშის ზარი, გაფრთხილება, რა არ უნდა გააკეთოს, სად არის წითელი ხაზები. კეთილზნეობრიობის ჩარჩოში რომ ჩაგვაყენოს უფალმა და აღვირი ამოგდოს ჩვენს აულაგმავ ენასა და ქმედებას. რა თქმა უნდა, სახარების ყოველი სიტყვა ეს არის ცნება, გაფრთხილება, რომ არ გადაუხვიოთ მაცხონებელი გზიდან. რაოდენ მნიშვნელოვანია საღმრთო ცნებების, კანონების დაცვა ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში. პავლე მოციქული ბრძანებს ესეთ რამეს, რომელმაც რჯული მოსესი შეურაცხოს თვინიერ წყალობისა, ორისა ანუ სამისა მოწამისათა მოკვდების. მოსეს რჯულის შეურაცხყოფელი, ახალი თარგმანით, ახალი ქართულით რო ვთქვათ, თვინიერ წყალობის, ანუ არ შეიწყალება, შეწყალებას არ ექვემდებარება, არამედ განაჩენის სისრულეში უნდა მოიყვანონ. ორი ან სამი მოწმის მეშვეობით, როდესაც შეურაცხყოფილია რჯული მოსესი, სიკვდილით ისჯებოდა ძველ აღთქმაში. შემდეგ ამბობს პავლე მოციქული, რაოდენ ჰგონებთ უძვირესისა ტანჯვასა ღირსყოფად, რომელმან ზეღმრთისა დათრგუნოს და სისხლივი აღთქმისა არა ღირსად შერაცხოს, რომლითა განწმინდა და სულიგი მადლისა აგინა. ანუ ეხლა რას ნიშნავს კიდე ეს სიტყვები?
უფრო მეტად არ დაისჯებაო ის ადამიანი, რომელიც ძეღმრთისა დათრგუნა, ანუ უფალი ქრისტე დათრგუნოსო და სისხლი იგი, ანუ სისხლი რომელიც დაღვარა, ახალი აღთქმის სისხლი არის ეს, ძველი აღთქმის სისხლი იყო ვაცები, ზვარაკები, ცხოველური სისხლი, მაგრამ ახალი აღთქმის სისხლი ეს არის უფლის უწმინდესი სისხლი, რომელიც ჩვენთვის დაღვარა და რომლითაც განწმინდა, ვინ განწმინდა? ეკლესია, რა თქმა უნდა, განწმინდა ეკლესია ცოდვები მოგვიტევა და სული იგი მადლისა დათრგუნოსო. ანუ უფრო მეტი ტანჯვის ღირსი არ იქნებაო, ვიდრე მოსეს რჯულის შეურაცხყოფელი. და თუ იგი ტანჯვას სიკვდილს ექვემდებარება, აქ უფრო მეტი სატანჯველი ელოდებაო ადამიანს და უფრო მეტი სატანჯველი ეს უკვე სულიერი თვალსაზრისით ეს არის საუკუნო წარწმედა გენის ცეცხლი, რომელსაც რა თქმა უნდა არც არავის არ უსურვებთ და ღმერთმა გადაგვარჩინოს და ღმერთმა გვიშვებოს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენი პირიდან ამოდიოდეს კეთილსურნელება და ქება და დიდება ღმერთისა და ერთმანეთის პატივისცემა. ამინ. ღმერთმა გაგლოცო და გაუთხო.